გამარჯობათ ხალხო, მე იგრიგალა, გაგა და პლასტექსა ვართ. ესე იგი, PvP-ს არ მიყურებია, ცოტა გაციებული ვარ. ხლა მაგიტოვა ესე. PvP-ს არ მიყურებია და მოსკა ბანის სეზონს გარეთ ბეთლს უყუროთ. სხვათა შორის TikTok-ს სკროლავდი გუშინ და ვაფშე არ შემხვედრია სპოილერები. შეიძლება აღარ აძლევენ ბიჭებო უფლებას? გადაღების? ხება ისედაც არ გქონდათ. просто დებდნენ ხოლმე. ხოდ რაღაც გადაახვიე ცოტაში. ეს არის PvP Flows სეზონს გარაბეთლი MC ჩემგან ხელმარჯვნივ არ მჭირდება ჩემი სახელის გამოცხადება. Yeah. VST ESK VST-ს რეკლამაში ადგილი გამონახა მიშკამყლეობების კეთებაში პადელი კი ნახა ჯერ VST მერე ესტრებელი ბანი განსაკუთრებული ხლეა ბესტსელერი ვა სპაგაცი ყავს ორი გაბრიელი რაგაცინებს ერთი გაგაცივებს მეორე კი გაგაცილებს ქსელი სტაბილო მაგ მოვაღარო ორეგანო შეში კაცობას ვერ ხედავ ხოდა მომეკალო აღარ ვიბეთლავებოდა დუხზე მოეძა ილო ბერო შულთალი ტირა და გულზე მოეშვა ფეხი ვერსად მოიკიდე შეიცვალე გუნდები შეხარ PvP-ს თვიური თვაში ერთხელ ბრუნდები სიტყვა დამიხარჯე როდის უნდა მომცევალი კი შეხაშტიკია და გეგმილი არის მან ნუ მიყურებ თვალებში მიყურე. მან ნუ მიყურე. თვალებში გიყურებო. თუ მიყურებ წერია. მიყურე. ახლა ხვდები ჯიმა რა უნდა ვინ არის ბანი შენი საყვარელი რეპერიც ჩემის მაგაცი არის კაქტუსზე იბაზებს ვიცი კვიციონავარი რაც გინდა თქვი ეგ თემები ჩემზე აღარ არის კამარი და დესასტორზე დაგიდა აჰა სად არის გენგი მოეხმარეთ მარტო ვერ დაიღეთ ზევიდან შენი გენგი ქვევიდან ისე ვივა შუაში შენი ყავი ორგია გამოგივას და თუ კი ვერ შეძელით ჩემი დაგდება ერთად შენ წარმოგვიდე კი სირად მე სირიუს ბლეკად მოვიდა ჩემ ფლოუშენთან მოვიდა ჩემ ფლოუშენთან მოვიდა CS ლო არ გადავამოდგენ იერები გამომყავ და next step ჩსკილეთ გაგახსენ წვიმა გიხარია გოგოს მაგით მაინც დაასველებ შემოვედი სფეროში და პიკსტეფა პანიკა იგივებული ემინებთან არ დაიჯეროთ ეს ისტორია მას შექმნა მასავით უნდა იყოს შენი ვოუნდრება პერსფექტ მუსიკამ რამიქარა მარა თავში არეულობა ჰაიმი წავიდა მარა თესლი და ბრუნება მაქსო მანქანა ბრუნდება ჯერ მასა და გახურება ვერ გიშველა პელეს თვალში დაწერილმა ქულებმა რაღაც ყველა ჩვევა პანიკურ დღეს მიგიგავს ორ წუთზე დიდი რაუნდი მარტო PvP-ში გაქვს შეზე მაღლავიდექი სულზებიდან გიყურებდი სუკლა ვარ და გავიწყდეს ფინალზე სირას მიხურებდი ისე round ვინარი ბანი ჩემი პირით მითხარი რომ მე წავიღე ფინალი გამოახვიდოთ ჩემი კრაუდია მძინარი და მომხაცა და ჩემი დეკი მეის ფინალი აგატაკრის რო ახსენებ შერლოკი ვარ ბასკერვილო ცხრის ჩამიდგინეს ის რეკორდებში ვერ რა მაგრად უბერავს არა და რა მაგრად უბერავს და რა მხილა განვითარება ბიჭო აი რა სხვაგან იყო PvP ანუ რა სადღაც დაბალ დონეზე იყო რა ბევრად რამოდენიმე წლის წინ და რა მხილა განვითარება ღადაო რა მაგრად უბერავენ ბიჭო უკვე მაგრამ კონკურენცია ყველაზე თავი ფინალურია ფინიშის ხასთან მიმის ჩინა დაბლით ვისადილო ადგაგადი საზონა დაირო და ფრენზონა ჩემთან არ გავა ექსკოვა მე ვარ მეინ პერსონა ფიქრობ მაქვინთარ ბოლას ყუილად იმატებ წონას ვერაფერს მეტყვის საწყეს პატივს არ გაგა კამი როგორ იყურებანა ვაგებ შეცდომას კამი ძალიან მაგარია ოღონ რაღა ჭამოს არ ვარ სათამაშო და არც სათანადო დარბაბოძი დავდე შემდეგი შედევრი ნიკუშ ვერ გაუძლებ მაგრო ის მანქანა და გასასდელს მოულენ სუსტებს ეს პირველი რაუნდია ყველაფერი არ გინახავს მე თუ ფაჩი არ მაქვს მაშინ ეს ფაჩით გამილახავს ჩემი პირით ქვი შემდეგი ბიტი არის ჩემი ტაიპი ნუ გსხვენია ბავშვო აღიარე რომ ჩაიჯვი ვა ძალიან კაი პირველი რაუნდი ქონდა ბიჭო პირველი რაუნდი MC ჩემგან ხელმარცხნივ Ja. Eminem mode. Ja. Me არა მაგ პრინციპიან მორალიან ბედი მელოდა ხალხი და მაგიტო გამოვედი ყველამ კარგად იცის მაიქს მერის გამოვდებდი ძრა და კერვა PvP-ზე ჩემს გამოვა ტრენდი რა დაწერა მოსკამ ჩემზე რას გამოათევდი მოდი გამოვისწრო ბანი რატო გამოხვედი მომინდა რომ სახით ვაწმენდი რომ მონოჰოლი ყველა ჯორიკანას დავუშალო მთელი ბოი ბენდი ძმაკაცობა არ არის ვიღაცას ხელს თუ ჩაკიდებ რამდენი ჭორიც მომიგონეთ იმდენჯერ ჩაკიდებ ზუსტად მახსოვს ნუმერაცია რამდენი ვაბიჯე სახეზე მაგრამ თქვენ აშკარად სხვა ტიპები ადიდეთ ვაფშე რატო დაიშალეთ რა კარგი გენგი იყავით
თვალედი რო ვერ გაიცავით ან იქნე ვინმეს გამო სხვა გოგო ვერ გაიცანით რო გაიყო გზები არ მინდოდა ამის ხმა ბარის ვერ არ მინდოდა თავისი თქვა რატო დაიშალეთ მოდი გული გადაგვიშალე იქნებ ბიჭი მარგარიტმა შენი სამი სიტყვა ია ბაურაუნ მოსკა ბაურაუნ და გაჩოქა ერთმა რაუნდმა ფიქრობ რაუნდა ბანი ვინარი როცა ჩემპიონი ლაპარაკობს დაიჯვის სეზონებზე მოვიპარე შენი ნაჩუქარი ფინალი ჯერ სკაიმ დაგაგდო მერე თოვლი დადნა ფინალში გაეწუწა რა კრინჯობა იკადრა ჯერ ტიპი ადგა რაღაც ბრონის ჟილეტი დადგა მერე დაიკიდარები პოდკასტებისა და მე მომიწვია მომიწია მის თო ხოიცი შენს რო იციან მათ რომ ეიაზვებოდი ნაჩუქარი ფინალის გამოზევიდან მიყურებდი არის ცოტი მეც რო შემხვდებოდი შებოზო ახლა გირჩევ როგორ უნდა დაიბრუნო დიდება დღეს თუ მომიგება გიწევენ თამასას ბოხი ხმიტი ბაზრე დრამატურგია და დედა ნარჩენ ჩვენ მივხედოთ ჟიურიში დავაყენებ თამადას მე ვარ ანჩელოტი 4-3 დავაშობ ულტრა ატაკინგზე არ აქცდება ფანჩები გამოვედი რადგან ბეთლი მომენატრა თორე შენზე თესლი MC რო ვარ მაგას არ ჭირდება მსაჯები პანჩლაინი არ არის დინამიკი და ქარი ვარ შენ თუ ფარი იავი ამაში ხმალი ვარ აშენ და ჰარა ხარე ხაგიცანი ნიკი მოდი ერთი გამიგებ პონი ვარ ყოათება განა ჩაფხინე დეტაკე დემონებს კნიჯის გავლა და მე მართა გამიშვი ჩათვალე ეს ბეთლი მომიგე და ჩემზე თესლი რეპერი ცხად ოღონდ გეხვეწები ცოტა ხანი დაიჯვი მოსკა 24 კამიჯი პროსტა ჯერ იყო თავარია ჩემპიონის ვერსი მერე თქვენი ფლოუ იმდენი ბოღმა აღებინე შენგან გავაკეთებ მასკარბონეს რეცეპტები და გამუღამებინო მნიშვნელოვანი ვარ შეკი ბერი და პროსტა მე კი შენივე ბოსთან კეთუ შენი და დროს ყო ხალხი ჩემო სასმენად მოვიდა ყველამ და პოსტა თორე ყველას კიდი აპივიპი სლემიც და მოსკა say what გონისხურება ჯოჯო ხეთად გიქციე გავთი ხალხი ჩემპიონი სანამ ჰაიპს მისდიე მერე სეზონზე გამოვედი ძმაკაცები და გიგდე ბოლოს ავდექი და ჩემი ტრეკიც გაგამიქსიე yeah fuck out of here სანკაიტო ბიჭო ანუ იმენა ბეთლემსია რა ანუ ძალიან ძლიერია ანუ როგორც MC არის აი ძალიან ძლიერი იმენა ანუ ტრეკებს ესე დიდად არ უსმენ მაგრამ როგორც MC ძალიან მაგარია რა ანუ ძალიან ძლიერია დაჟე აქ რა ლაინებიც აქვს PvP-ში რა ლაინებიც ქონდა რა გაგა მოსმენელი გექნება PvP რომ მორჩებოდა ხოლმე და ცალკედებენ ანუ იმდენად კარგი ისენი აქვს PvP-ში თვითონ ხო და ბიჭო ძალიან ესა რა ძალიან ძნელია ბანისთან ბეთლი ერთადერთი ტაჰა არის რომელიც აი რაღაც თავისი სხვა სტილი აქვს და კიდე უფრო სხვა ხონდი აქვს რა ხო ძალიან რაღაც თან ბიჭო ზედმეტად თავდაჯერებულია და ძალიან ასწავლებს პირველი რაუნდი აშკარად გავიმეორებ PvP-ში დამაბრუნეო ყოას თხოვ და ჯიმა რა გინდოდა ცოდობი ისედაც მქონდა ყველას ეტენება ვისთანაც კი ბიფი ქონდა არის მოსიარულე ლუბრიკანტი მიკროფონთან გიჩვენ რომ დატოვო მონოჰოლი შენინებით რადგან გიგიმით არ ნიშნავს რომ ვარ კეთილები რეპერო კი არა ასტორმეტი სანდოზარო ხო და გაჯი პაჭკოიჩე ნაბოზარო ვიდეო იყო და ვერა უნდა დავიდარი ბარიზე თუ კი ვერ გაითავისე ეს ბეთლი რატო გარისკე ჩაინის და ბეთლი გოხსენი კარიფტე პანჩებისაც ავიდან ამოვიღეთ ამი გავერდე ლაკი რო არ უნდა ლოკო გამიგონია შეხარ მახარა და ფლოუ არის ჭყონია ბიპოლარი რო ხარ ვაცოდინოთ მოსახლეობას ჯერ გაგვიღიმებს და მე იტყვის რამე ყლეობას იმდენი ფლოუ აქვს როგორც უნდა ჭრის და კერავს ვაშკაცობაზე მეტი ფლოუ რო გაგეკტეხავს ნეტა ვიცოდებე დინებში რა დაგანათლა რაც არ უნდა დაერეცლები და არ გამართლა მიყურებდი ბალი როცა შედეგი დავდე 10 სანტიმეტრი მოიკელი თუ გინამგავდე მე მეგრელი ლანისტერის სისხლი მეტყობა ტასე 10 სანტიმეტრი მოიკელი თუ გინამგავდე მე ფოკარზე კეიკ ბეიკ იგინე დავიწყობ თავიდან თავისი თავიდან მე ვერ გაითავის ავიცი ხალხმა ჩვენი ბეთლი ცალკარად რო აღიქვა ქურთი ქართულ ენაზე და ჯამნად სამზე გაიჯვა ჩემი ვიცის რომი შეიგზენი ყველა ბალი და ნატო შეხემა კართან ბალი შეხარ ჩემი მარიტა ორი სიყვა გარითმა გიო რუსია ლეონი და შეხარ მატილდა შენმა ვერცეთ მადაკმა ვერავინ ვერ აპაუსა ყველა დარტყმა არის მძიმე რო წერტილი დაუსვა ხო და ნიშანი არ არის შენი გამოძახილი სანტა კლაუსის ტანზე ხერდასა და რიმარხილი როგორც პირველობაზე ბარი დღესაც ისიატირდი კოლისეუმი კარგად ვიცი ეგზამად გავლილი წინა ბეთლები კარგად იცი და მე მაგზავნილი კატრიალები ისე როგორც მეორად იქარვილი მე დღეს არ ვიქნები ყოა რო ავტე ხოხმაური ისე გაგასაღებ არ ჭირდება აურზაური უნდა ჩამოვართო ყველაფერი რაც კი აბადია ცოტა ველურია მაგრამ მაინც მორჯულებადი ხო და
თქვათ არა ვინ გაგვიგოს ტრაფიკინგი უნდა მოუწყოთ ხე ჩვენს ამიგოს მაგრამ ტირის ვერ მაჩერებ და მიღმა რაცრემლები როცა ტრაქში გავუკეთე ჩემი მწარევერსები ხოდა შეიღება სული ხორდი წისფერო შენ როგორ უნდა წამიწიო ბიჭო წისფერო შენ ცოტა პირფერო ცოტა მლიქფლელო და ასთვის არ იყოს ჯეორების ტრიპერო სიტყვა დავძებეთ ზიანოს რეალესები მოსკაბრასმა შეასრულა და შეცვალა წესები არე რევა დიდების საქმეში უბრალო ბიჭია მომიყევი როგორ შეგაფას აიაგო ხვიჭია მაგრამ რატო იაგო ეგვაფ შენ ამოსატანი ნახე ლურჯი ავტობუსები შენს კლიპებში ამის ტანსკი არა სულ სჭირდება სტერილიზაცია ბევრი არასწორი ფული მოხდა შენ ჯიბეში ფოთის მერიამ კი ბალის ჯიბე გაასუქა ხალხია ჯონდა და ინსტაგრამი გააუქმა იცოდე რა შეტის მინინება ფურთხიც როცა ქართველობაში გჯობია ქურთი ჩემი ძვაკასები მაგითხა ვერ ჩემები შენი შუში შენობა საკითხავ ჩვენებით ისევ გამიხურე სელესალამ შეგდგები შენ აკეთე მაგოს ტრაკით მეგი ტექსტები მე რამდენი გომიჩები მაგი ვერცხები უკვე მივირთვის ადილი შეხარ დესერტი არე ლოდირასება და ცრემლი გერება შენი დემენტორი გასმობედნიერებას მერვე მილი გაიარე რამა გარიხმა ვით რამა გრაცulis არატონს არ მეთახმები შენი დემენტორი გასმობედნიერებას მერვე მილი გაიარე არ მეთახმები სერას შევეცი ჰეპიენს თუ კი შენ ვერ შენი გენგიწერს ნიკი მწუა ვერ გასავლა ხოდა მე ვიწევს მე თუ რამე გაგიტარე შენ ამან არ გაგახაროს ისე ვიდამ ხალხ ჟმონდელმა შენ ძმება დაგაღავნ ვინც ეიჯის ჩაუდო ეს იმათობა მსხარს ეხლა მე გეტყვი რომ მართლა გადაახდი მორალს არც ერთი მორალი ბალი შენ არ გაყენებს ზიანს მე ვამბობ სიმართლეს იმიტომ რომ მამა ჩემის გაზრდილი ვარ ეს რაზეც ხადაობ და უყურებდი თვალს რემლიას შევეცი ჰიტლერს შენ კი შეუერთდი ჰოლოკოსტის სიას ეს ჩემი ლაინებია ეს ბიჭო ეს სად ვართ მე ვიკითხე სად ვართ მეორე რაუნდი MC ჩემგან ხელმერცხლივ ეს ბიჭი ვინ არის ეს მაღალი ბიჭი გაგა ადრე იყო ხოლმე ადრე გახსოვს იყო ხოლმე რამდენი არ მახსოვს ჩარტი Yeah. Punchline therapia უნდა ჩაგიტარო მოსკა დაძაბე გონება გაიხსენე ის მომენტი შენ აქ რომ გადაწყვიტე მოსვლა ალბათ ვერ გაიაზრე რა და ხდებოდა მეორე აფერისტის სენაკელი ჰეიზენბერგი ვარ პროექტის თუ გინდა არ მოკლა ბოზო თქვი ჩემი სახელი ბანი ვაუ ორმაც გამოდივარ და მთლიანად სვიან ფორმატს არ თამაშობ ფრენს ბიჭო არ ვუყურებ ნორმას ამიტომაც გადავიხე ყველა მორალს ყველა პრინციპს ყველა მიწის რომ ახლა ჩემი ძლია უდგემარტო ვიკის რომ თქვენი ბანდა თუ ბანდო ეს გუგა თუ ავთო თუ მეორე ჯერი სეუნიკის სლავ და რო შეგახსენო ჩემი სახელი არ ჭირდება კუა მოჰავკი და ბრიუს ბაფერი ჩემს ყველა წარმატებაზე შენ პატარავდები ანუ მგონია რომ მონოჰოლში ვერ დამთავრდები ფინალი რომ მოვიგე მაგამეს როგორ გეძინა რო დაგაბულინგეთ ყველა ძალიან ხუარ გეწკინა შენ გული გერე ვარ განმე ნიჭი და მანაცესო და აგერ დრამინა და ვორონცოვზე ბედინა say what არწიე ბოზო ფინალი მოვიგი არწიე ბოზო ჩემპიონი ვარ და არწიე ბოზო შენ ძმაკაც მობუგი არწიე ბოზო გამარი ჩემი არწიე ბოზო ეს როგორი თემა არის გაგა აი ზაგატილტული რო ხარ კაუნტერს ხო დამეჭო და ტიპირო გეუბნება რა ყლეურად მოკვდი 100 ჯერ რო გიმეორეს რო არ ჩერდება იბელა ტილტავს არწიე ბოზო მე ტიპოღმამი და არწიე ბოზო მომიწია დიდი ხანი მოსთა გამოსული გავი ბეწე რადგან მე ვასება პროსტა მონოჰოლში ვდავარ ყველა გულა მიმაქ სახში როცა არის ბიძე მოსკან და სანიკიცე კოსტა ბოღმის ადრებას თუ კი დაუპირე punchline და ნარევას მე ვარ ზარბაზანი შენ კი პროსტა საზარბაზნე ხორცი დათანაპირებენ YouTube-ზე დადებას არაფერს განდობ ყველაზმა კაცი ხარ არა ხარ სანდო კიდია მე თქვენი ბანდო და ლეიბლი თავზე გადაჯმულებს უხტები მარტო არასდროს არაფერი არ გამოსდის და თანაც კითხვაც კი არ უჩნდება რატომ ვერსების ამოჭრა კი არა ისეთებს დაგმარტებ ეს ბეტრი ვაფშე არ დადონ ეს არის ჩემი დასახლება მე არ მოყვები პრინციპს ხან მოგება ხან წაგება შენ თუ ზარის მე ვიტორე მე არ ვეფუები და არა მოიცა ისეთებს დაგმარტებ ეს ბეტრი ვაფშე არ დადონ ეს არის ჩემი დასახლება მე არ მოყვები პრინციპს ხან მოგება ეს რო ვაფშე არ დადონ რო ამოუჭრეს ხო წინა ბეტლიდან რაღაც არ ვეფუები და ეგ არის ჩვენ შორის ყველაზე დიდი განსხვავება შეხარ გიგაკვეტენაზე ფული საკეთებელი მანქანა როცა გეტყვიან გარეპე ძალიან დიდი იმედი როცა გეტყვიან გარეპე კალათბურთზე რო ატარებენ ვაუ მე კი ვარ უკარება ამ პროექტის ასი დაშა ვერავინ მეპარება შენაირ ტიპებს წერა ცოტა
კი მეზარება ჯაკარტოტო ultra pro max თვალები დაგება ზრები იქნება როგორ უნდა ხუმრობები პირველ რიგში ბაზელინი ნუ ხარ ნუ ეტენები ვით მოგიგო რემაჩი მაინც აჩარტარდება და უნდა გამიკაჩო გონი არასდროს გაიგე გამიკაჩო თვალები დამიკაჩე ივას უკდინდა რა ყლეს აღიდას მიყურებდი ყოველთვის ეგეთი ბოხმიანი უნდა დარჩე თუ არა გაკპანჩი მაშინ გეგმავე ვერასდროს უკნებით შენდამე გამოვედგინა და სიბრაული შენდამი ისე ბევასები შენზე ვფიქრობ დღეღამე ია მოსკარი მონა ჩემი გვალა მონაცემი გააჩნია ჰოდა მოსაცემი მომწეს და მე ამჭირდება მოსაწევი პროსტა ხუთი მოსაწვევი მინდა ყველა წევრი რო დაჩმორდეს ია გადაწვით ყველა ეკრანი ორი მარტი არის სტრანი დღე როცა კინაღა მოიგო მოსკამან უბრალოდ დღე როცა დაბრუნდა ბანი ვაუ ეს იყო ის რასაც ელოდებოდით ამდენი ხანი მაშინ მესამე რაუნდი MC ჩემგან ხელმარჯვნივ შეუქმნათ ხმაური ყელისტი ვაშკარა ბანი თვითონ შოუ არ გაჩნია მორალი თუ შოუ ხარ გატრიალები ღბლიანი ბორბალი შენ თვითონ ახტები სიტყვას და მითხარი მე რა გიყო არ უთქვამს არ გამოვალო ეგ უბრალოდ სკრიმი იყო გაისთან ბეცე მახსენა იმასთან ბეცე მახსენა ჩემზე ლაინებს არ ხდება მთელი სეზონი დამზევდა ადექი წაიღე ტიტული მაგრამ კაცის სახელი აღარ გაქვს რუსია შენი ბრალია რომ ერთ-ერთი კამარი აი ამ ყლეობას აქვს გასაუდეს რომ ფლექსის ხოდი მქონდა ნახოი ბიჭო ბეცე მოსკამოვდა დასულოკა ორი თვისი მიქონდა ორი მარტი მონოჰოლში მძიმედ მოხვდა ისეთი ამაზრზენია რომ ყველა სურს ამისემა უყვარს ბიფი რეპერეთა ბოლოს ტრაკის მისემა რეფერენსებით მოგიგებ ჩემთვის დასალევი ხარ მაგარი დასაჯველი ხარ მაგრამ რა საყვარელი ხარ სულ ჩემი თვალწამი ჩამკეტეს შენ როცა შეგაშინეს გლებმა ურეკავდი პანტერებს ია ყველა მომესენია და სურდა გამოიყენეს მომენტი რომ ვიყავი ჩუმად ეშმაკის გამოღვიძება სურდა დიდი ხანი ფლოუები ჯოჯოხეთში ხურდა დაუკითხავად შემაღის სამოთხის კარები ყველას ეგონა და მეცი და აღეკინე ზალები ჩემი ფლოუ აზრაელის და მაგრიე ფასადები ამოხი მარაგები და გადახშედაგები არწივი ვიხრი რომ ნახო ვინ რა კაცია ბანი შენი ტოლი ვარ მაგრამ შენთვის მე ვარძია ბოდიდან ჯობსო შენგან არა მოსკაზალები რომ ვერ გასვალა თავში მართლებს რო გადაიყალა საფლავი თვითონ გაითხარა იმის მაგივრად რომ ბიჭო ცოტა კაცობა გესწავლა დგახარ სირივით იძახი ქუჩა არ ვიცი და როქნა დამოკიდებული მაგაცუდი როგორ წუხდი ბრალია თავისი თავიდან ბუდი ჩასრულ საგდიო დასუმი თურმე რეკავდა სენაკი მოსკა მიშველეო ერთხელ ჩემი დისი წაშალონდა ბანი მარვიზა მომეჯერ ნაფოსა რომ ბავშო ვისი ღირსია ხამოგითვის ფემინურო ქალო აზაზელი ტრეკებს მოგიძღვრის ბანი ჩვენში რო ვყავ რა მოსატანია გინება მაგრამ ყლეს რო დაგიძახებ ვიცი არ გეწყინება ვიცი ეს თემა ათაშერ გადახარ შეუკვეთრიში მაგრამ რა ვქნა უნდა ვთქვა კიდევ და ჰასი კიდევ სპირში შიშით მიყურებდი როგორ არ დაგიწყო кайფი ბლოკთან ახლოს კი არ მოჯვი ვიცი შიშით ჩაიჯვი თუ ჩემი ხწება დარჩება ეგ პირველი სამოსელი ველოდების სრულ ვერსიას მე მოგიწყე გამოცდები მე შენ თავიდან მახსოვხარ ფოთი და რო ჩამოხვედი განაცუდი ბავშვი იყავი უბრალოდ გამოყლებდი ჩემს უკან განაძმები არც ერთი არის შენი ფანი ხო და ყველა ერთხმად გეტყვით იდი ნახუი ბანი გავახნევა ჩვენი გზა კიდევ ერთხელ PvP Flows მეორე სეზონის ჩემპიონი ოფა ჩემგან ხელმარჯვნივ მესამე რაუნდი ძალიან მაგარი ქონდა მოსკას თუ რაღაც სასწაული არ შემოიქთავა ანუ რაღაც ყელი ვერ აქვს ხოძე აშკარად იმიტომ იმაშოვა სვავს კარგი პეტლი იყო ალბათ რადგან მოყვა მიწისძვრა ბავშვებს ვანახოთ ამ პროექტში არ არის სისხლის ზღვრა მოსკა ჩემი ძმა ხალხო ფანჩებს არ უნდა ჩეკი მოდი მე იქანე დამაყენე შენ აქ დადექი ადგილი ვცვალო ჩვენ კომფორტის ზონაში მამყოფე პეტლი არა ბრძოლა მარტყოფის არ დამეწუწება მაკოფე სულ ერთად იკავით მარტო მე აიწონა მე გადავწონე მოსკა დებილია მარტოზის ბუნდერ კიდი როგორც ამბობენ რა დაბაკელი პიცია კლავდა მაგრეველი ვარფაკი და მაკაველი მაგრატლი თუ გადაჭერი იქივე ვარ კარტელი თან ახალი თან ვარცველი თან შემტევი თან ვამცველი მეინსტრიმი თან ანდერი ეს რაუნდი დამქანცველი მანამ დანა მამიცა და აჭარბებს მოლოდინებს სანამ ბანი თესლა
დრეპავს მოსკა პროსტა ხროტინებს ნუ ხმუიხარ ბიჭო კამეჩივით გვიყურებს ხალხი მეგრელების ჩემპიონთან და ისევ კრახი გაგ დეჟა ვიუ და ცოტა მერიდე მონოჰოლში არასდროს იქნება შენი დღე I'm bringing sexy back drop the ძველი ვერსი one მოსკა დუხუცესი ხისკაცია ნეფტი მე ხარ ფრისტაილის მასალა პროსტა არ მიღინ ხარ წერად შენ რომ მე მომიგებ მგონი მარტო სენაკში ჯერად შენ ხარ მათი რობოტი და რასაც ეთყვიან ყლაპავს გონი მაგიტო ფიქრობს დღემდე რომ მოუგო ტაჰას ვატრიალე ყველა ლეიბლი დავერდი ბოლოვერსი არის ჩემში baby goatი აღარ ვარ შემომერია მე ჯაღარა წვერშია არ გიჩვევ გადამემდე რომ აქ დიდი აზრებია პატარა ვერშია ყლეზემ კიდია დღეს მოგება მოსკა და აცის უკაი ამბებში თუ გავატან მოსკა საიმს თუ კი გავატან ორი დღე და უკან დავიბრუნე ვერთი პატლეცი რო თავში დავარტყა რეიტინგი თუ კი დავარდა ანუ ბანი ცოტა ავადა რა გახუარ ვიბას რო თქო რო დავკერო ჟიური და თა ბაბადან არ გავორინ თავთან არ მგონია ბეთლი წავაგო ხომ არ ჯობია ვერსი ვწერო და წესი ავაგო ჩემი მტკივნეული რაუნდები ხატავს დიცურას მოსკა ყლეზე მთავარია არ ეწყინოს გიგუნას მაიკი საფირწონე არტისტებს თუ იპოვით მომითრიე და მოსკასთან ერთად დავაყლიფონებ მკვდარი რეპერების სიას კიდევ ერთ თუ შემატებ ანუ მონოჰოლი რა տեսლისით მაგაცნო არ დავაყლიფონებ კიდევ ერთხელ გავადით გორე არ დისავ არ წკითხავი სექსისავ შენ მართლა არ ხარ კრისა მე ჰაიპი არა ფრისგან დღეს მოსკაინმა prison ვარ კარცერი პიტებს მიზას არ ვაშორებ ერთი ვერსი და ყველა მოჭავს მისას და გაგმიქსავს მონალიზა რაუნდ მგონი ეს რაუნდი მოსკამ მოუგო არა ბიჭო ძალიან რაღაც პატარა რაუნდი ქონდა მე მგონი თუ ხო პატარა რაუნდი ქონდა ხო რაღაცა ხო ძალიან პატარა რაუნდი მოსკას კი არა ბანის მაგრამ ძალიან თესლი ქონდა ბანის რაუნდი მაგრამ მოსკასა ძალიან ძლიერი რაუნდი ქონდა მეტი ძალიან კაი იყო ორივე აი ძალიან მოდი ჯერ ჩვენ შევაფასოთ და მე რეზიურის მინოთ გინდა? დავაი. პლასტიკს დაიწყე შენი აზრით? ნუ რამე ახსნის გარეშე. პირველი რაუნდიდან. მოდი მე პას რა თქვენ შეება. კაი, მიდი გაგადა. ბიჭო, მე ვფიქრობ, რომ მე მგონი მეორე რაუნდი იყო. ხო, ის ოდნავ გადაახვიერ წამი, პროსტა არ მახსოვს რა. რომელი მითხარ და გეტყვი შეშ. ანუ მოსკას მეორე რაუნდი მომეწონა, მე მგონი ყველაზე მეტად რა. მეორე. ხო, იტოქში. აი გადაახვიეთ. აი ეს იყოს. დასთვის არ იყოს ჯეორების ტრიპერო. სიტყვა დავდებეთ ზიანს ვარ ველესებ. კარჩე მეორე მგონია რომ მოსკამ მოიგო და დანარჩენი პირველი და ბოლო ბანი. ბიჭო მე კიდე მგონია რა. პირველი და მეორე მოიგო ბანიმ და მესამე მგონია რომ მოსკამ მოიგო. ხო, ბოდიში ხა ჟიურები არ ვართ და ვერ არა, ჩვენ ხო, არა კომპეტენტური ტიპები ვართ. პროსტა ჩვენ პონჩი ვართ. პროსტა ვუყურებთ, ჩვენ პონჩი ვაფასებთ თან. მოიცა, ხوار გადავახვიე ძალიან შეჩემ. აი, იმედია რაუნდები არ. კიდე, კი, მიდი წინ. კიდე წინ. კიდე. აი ახ, ეგ არის. დავა. ტრეპ საუნდი, ტრეპ ლორდი, შემიძლია ესე ვთქვა. ანუ შენი აზრითაც ბანი მოიგო? რაო? შენი აზრითაც ბანი მოიგო? ბანი მოიგო, კი, ორი რაუნდი ბანი მოიგო. უოჭოლი მესამე რაუნდი მგონია რომ მოსკამ მოუგო. ხო, და აი პირველი იყო თუ მეორე არ მახსოვს მოსკას, მაგრამ მეც ეგრე მგონია. ანუ ორი გონია რომ ბანი მოიგო. ხო. იანგი რა კაცია. პირველ რიგში მადლობა Flows მოწვევისთვის და მადლობა ესეთ საპასუხისგებლო. მადლობა ასეთი საპასუხისგებლო საქმისთვის. ძალიან რთულია ჩემთვის ორი ესეთი მხეცი არტისტის, ასე ვთქვათ, განშა, მაგრამ სხვა გზა არ არის. რაუნდება ჩაუყვები. პირველი რაუნდი. ცოტა ხანი მაცადეთ მეგობრებო, ცოტა ხანი მაცადეთ. პირველი რაუნდი. მოსკას ბანის ორივეს მხეცური შესრულება ქონდა, ორივეს ძალიან მაგარი პანჩლაინები ქონდა, ორივეს ძალიან მაგარი დელივერი ქონდა, მაგრამ პირველი რაუნდი ჩემი აზრით წაიღო მოსკამ, იმიტომ რომ მოსკას ბევრი სხვადასხვა პერფორმანს ელემენტი ქონდა. მეორე რაუნდიც იქნებოდა თანაბარი, რომ არა
მოსკა შენ შუაბეთლის დროს რაღაცა გაჩერდა, აგეჭდა ერთი კი, მომენტი და გაჩერდა და ბოლოში გადაახტა. ხო, იასნია, ეგ არისო. ეგ არისო, ხო, იმიტომ რომ პირველზე ამბობ, იმიტომ რომ მეორეში გაჩერდა შეჩემა, გადაახტა და ავიწყდა რაღაც და გააგო. ვისაც მეორე რაუნდი არის ბანის. ოუ, ბიჭო, მესამე რაუნდი, რატომ ეგონა? მესამე რაუნდი. გოა ბატო. მესამე რაუნდი ძალიან ძალიან მაგარი ტექნიკა ქონდა პერფორმანსი, ბანის, აი ფლოუ, ძალიან. ყველაფერი. ბიჭებო, ყოჩახ. მაგრამ ბოლოსკენ აი თითქოს შევამჩნიე რომ ბანის ენერგია დაუვარდა და ბანი მის დელივერი ვერ დადო, რაც უნდა დაედო. ჩემი აზრით, ჩემი ხმა მოსკას მესამე რაუნდი აი ეგრევ ვფიქრობდი. პირველს და მეორეს არა, მაგრამ მესამეს ვფიქრობდი რომ მოუგო რა. აუ, დედას ვიცა, რუსია წინასწარ მოწყელილია. დედას გეფიცები რომ იცის რომ უნდა შეაფასოს. ამდენი რამეა დამოკიდებული. მესამე ხარშენო უთხრა. შეხარ გაჯო, ირაკ თქო შეხედე. გაგა, პირზე უყურე. პირზე უყურე. მაპატიე გიო, მაპატიე. შეხარ გაჯვირაო, ხო, მეგონი. ხარ ყველაზე ძლიერი ამ საქმეში რა, მართლა, ამიტომ შენ უნდა ქნა ეს ყველაფერი, მაპატიე რა. გიომდე. კიდევ ერთხელ, ძმებო, ეს ახალგაზრდა არტისტები რო დრილ საუნდზე შეჯდნენ და დაიწყეს დრილის კეთება, ეს დამიჯერეთ, აი ამ ადამიანის დამსახურება, კასისთვის. აუ, კასი ძალიან მაგარია, აი ძალიან. მოგესალმებით კიდევ ერთხელ მეგობრებო. მინდა მივულოცო და ძალიან კომპეტენტურია ყოველთვის. ახალ გემრიელ ივენტს, როგორ ჩაეწერება მის პორტფოლიოში და გააგრძელებს მოღვაწეობას. Flow-ისთვის უშუალოდ შევქმნათ ხმაური ძალიან დიდი. გადავიდეთ შეფასებაზე ბეთლის ურთულესი საკითხი, თავისთავად ყველა ხდება. პირველი რაუნდი იცი რა დამაკლდა? დრონის კადრები გაგა. როგორც აქამდე იყო წინა ბეთლზე, რაღაც დრონის ძალიან კაი კადრები რო იყო ზემოდან. ბევრი არისო. ხო? ანუ წინა ბეთლზე ძალიან მაგარი იყო დრონის კადრები. KA-ის ჩემი კოლეგის შეფასებით რო დავიწყოთ, თითქმის ყველაფერში დაწყებული პირველი რაუნდიდან რაღაცეები იყო იქ ჩემთვის ძალიან დიდი ეფექტი აქვს როგორ შემოხვალ ბიტზე. ანუ ბიტზე რას ილაპარაკებზე ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა. როგორ შემოდიხარ უცებ ბიტზე და როგორ მუსიკას მასმეინებ, ამას აქვს ჩემთვისაც ძალიან ბევრისთვის დიდი მნიშვნელობა. რაც შენ პირველ რაუნდში ისე ქენი რომ შანსი აღარ ქონდა ბანის რო ეს გაეკეთებინა რა. ხო, პირველი. ესე ვიფიქრე და ესეც მოხდა. ამიტომ ჩემი აზრით პირველი რაუნდი წაიღო მოსკამ. ანუ მეორე რაუნდში ბანი დალაგდა, ესე დავინახე რა, აი ნეოროხე და წვანეთ, ხო იცი ციფრებს, აი ესე დავინახე რომ ბანი დალაგდა ბიტზე, საოცრებები აკეთა, ულევი ფანჩები ილაპარაკა, ბიტზე ძალიან კარგად იჯდა, სადაც ვერ ქენი რაღაცეები იქ შენ, რაც უნდა გექნა ჩემი აზრით რა. და ძალიან სამწუხაროა რომ ეს ყველაფერი არის ტექნიკური მხარე. უბრალოდ ტექნიკური თემა იყო აქ. მეორე რაუნდი წაიღო ბანიმ რა. მესამე რაუნდი იყო საოცრება. მე არ მეგონა რომ ესეთ ფორმაში მყოფ MC-ს, როგორც მესამე რაუნდში გაეძრო მოსკა, არ მეგონა რომ ვინმე აჯობებდა, რო არ მოგატყუა. არ მეგონა რომ ვინმე აჯობებდა, მაგრამ აშკარად ხო? გაეძრო ადამიანი, ვინც აჯობა იტოქში. არა, საოცარი რაუნდი ქონდა. პატარა რაუნდი ქონდა, მაგრამ ძალიან მაგარი რაუნდი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი, რომ ეს იცოდეთ რა. გიო არის ჩემი აზრით და თქვენც თუ დამიდასტურებთ ამას თქვენი ენერგიით დაყვირილით, გიო არის ყველაზე გამოცდილი ჟიურის წევრი, ხო? ძალიან რთულია ხოლმე და ძმას არ უნდა საერთოდ აქ დგომა და გამოგვიცხადა რომ საერთოდ არ უნდა რომ იყოს ჟიურის წევრი აი ამ ემოციების გამო რომელიც არის გამოწვეული მიკერძოებით. მესმის რომ
ბანის ყავს თავისი გულშემატკივარი, მოსკავს ყავს თავისი გულშემატკივარი, მაგრამ ძალიან გთხოვთ, პატივი ეცით იმ არტისტების აზრს, რომელსაც ისმენთ აქ, იმიტომ რომ თქვენ ახლა ხართ მსმენელის პოზიციაში, როცა აღარ იქნებით მსმენელის პოზიციაში და მართლა დარწმუნებული ვარ, რომ ბევრ რამეს შეძლებთ, მუსიკაშიც და ყველაფერშიც, რასაც მოინდომებთ, მერე მესმის, რომ ეს ენერგია და ეს აგრესია ჟიურის წევრების მიმართ იყოს გამართლებული. ახლა ამ მომენტში არ არის გამართლებული და ძალიან გთხოვთ, ჟიურის წევრები როცა ლაპარაკობენ, მოვუსმინოთ, პატივი ვცეთ მათ, იმიტომ რომ ამ ადამიანებმა უნდა თქვან თქვენმა საყვარელმა არტისტმა მოიგო თუ წააგო. ხო, გვესმის ყველას ერთმანეთის. მადლობა კიდევ ერთხელ ამ გაგებისთვის. Yes. Flows. ერთ-ერთი დამაარსებელი ადამიანი, რომელიც ამ ყველაფერს თელი გულით და სულით აკეთებს, გიო რუსიასთვის შევქმნათ ხმაური! გამარჯობათ მეგობრებო. პირველ რიგში ბოდიში პაუზებისთვის, ბაგებისთვის, ზოგჯერ ჩხუბობთ, ზოგჯერ ვეხუთებით ერთმანეთს, უბრალოდ ემოციებმა იცს. ეხლა გადავიდეთ თქვენ ორზე. ცოტა გაიღიმეთ რავი რა. ტრაგედია ხო არ ხდება პირიქით. ჩემი ხიფი შემიზრალია. ერთი წამით. მე კას შენ და გეთანხმები პირველი რაუნდის თემაში შესვლაზე, თუმცა თუმცაზე არა და მან პანჩებიც მომეწონა უფრო ამის, იმიტომ რომ უფრო მწარე იყო, უფრო გირთყამდა რაღაც წერტილებზე, რაც მე ვიფიქრე რომ ეს უფრო მძიმე იყო, ვიდრე შენ უფრო კარგად აკეთებდი, მაგრამ უფრო აგდებს შენებურად ხო ხდები. ეს უფრო სერიოზულად იყო. ფლოუებში ორივე ძალიან კარგები იყავით. მოსკამ თავიდანვე წაიღო. პირველი რაუნდი, ხო, მოსკა, უეჭველი. მეორე რაუნდი, ორივე კარგები იყავით. კაი პანჩები, ფლოუები ძალიან მაგარი გქონდა შენც. შენ დალაგებული გქონდა სწორედ ლამაზად. ერთადერთი ხო, აი იმ ბაგის იცი ხო შენც მივხვდი ბრო. Yes, მაგ ბაგის გამო აი ეგ შენი იდეალურობა დაარღვია. ჩემი ხმა ბანის, მეორე რაუნდი ბანისია. ერთი წამით. მესამე რაუნდი. ძალიან მწარე პანჩები ქონდა. ეს პასუხობდა ძალიან მაგრად, ერთმანეთს რაღაცეებში ეფლექსავეთ ძალიან კარგად. ძალიან მომეწონა ფასტის მომენტზე რომ გადახვედი. არ ველოდი შენგან. შენ იცი, დიქციაზე რო სულ გიჭამდი ტვინს და ეგ მომენტიც მომეწონა რა დუხითაც გააკეთე ეგ დელივერი რა ვაიბიც მოგქონდა. ბანისაც მოგქონდა არანაკლები ვაიბი, არანაკლები პანჩები და რაც ძალიან მომეწონა, უფრო ხშირად იცვლებოდა ფლოუები და ერთი წამით უფრო ხშირად იცვლებოდა ფლოუები შენთან და ეგ სამივე რაუნდში შევამჩნიე. ძალიან მომწონს, როცა არტისტი შიგნით ლაინებში რითმავს. ეგ არის ერთ-ერთი ყველაზე high level-ი თუ უსმენთ Eminem's თუნდაც Tech Nine-ს და ეგეთ არტისტებს დაამოღამებთ, რამდენად ძნელია და რამდენად ლამაზია შიგნით რომ მიდის ეს რითმაობა. ორივეს ძალიან დიდი მადლობა. ძალიან მადლობა ამ ბედისთვის, ჩემი ხმა ბანის მესამე რაუნდში. ძალიან კაი ბეთლი იყო. ძალიან კაი, პროსტა მესამე რაუნდი მე ყველაზე მეტად მომეწონა მოსკასი. ბანიმ რომ მოიგო, ისედაც ვიცოდი. ისეთი რაუნდები ქონდა, მაგრამ ბიჭო, რატო? რაღაც მესამე რაუნდი ძალიან ძლიერი ქონდა მოსკასთან. ულოცავ ბიჭო, აი ჩართეთ უგინა მე თავიდან მოусმინე, ძალიან სასწაული რაუნდი ქონდა, აი ძალიან. მესამე? არა, არა, ძალიან გიჟივი შემოვარდა. პროსტა იმისი უფრო მომეწონა და პირველი და მეორე ძალიან მაგარი იყო ბანის. მეორეში იქ რო დაავიწყდა, ეგრევე მივხვდი რომ წააგო, თვითონაც გაწითლდა, რომ დაავიწყდა და გააგრძელა, ეგრევე მივხვდა თვითონაც ეთყობა რომ წააგო. ის რაუნდი, მოკლედ, ძალიან კაი იყო რა, ძალიან მომეწონა.
ნელ-ნელა ისეთ განვითარებაზეა PvP-ც იმდენად მაგარ ხარისხს დებენ, რომ ნუ ხარისხის შეფასება და ჩაწერის შეფასებას აზრი აღარ აქვს. ძალიან მაგარია, საღოლ ბიჭებო. ძალიან კაი იყო, მაგრამ გამისწორდა ბანის ულოცავ კიდევ ერთხელ და მოსკაც ძალიან მაგარი იყო. აი ძალიან მე მაგრად მომეწონა, მოსკაც სასწაული ბეთლე იყო. დროებით შემდეგ ვიდეომდე ხალხო.